ეს მაესტრო სფრიანია, ბრუნდებით იუსტიციის მინისტრთან ერთად იაწილ უკენებას ხოვს ჩვენ შეკითხვას. და ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც არის აზრთა სხვადასხვაობა, კითხვები ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ამომწურავი პასუხები, რომელიც თქვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო. ჩვენ გაცემის პირველ ნაწილში რიგი სამიძეც საუბრობდით და საზოგადოებასაც და ჟურნალისტებსაც გვაინტერესებს მოლოდინი, რომელიც არსებობს, გადაჭარბებული ხო არ არის, ან რას ველოდებით რეალურად სამიწისგან. ჩვენ რიგი სამიძე არ უნდა გქონდეს ეს ბევრმა თქვენს თქვი გადაჭარბებული მოლოდინი. ჩვენ გვაქვს ერთი რეალისტური მოლოდინი, რომ ის ძალიან დიდი, ტიტანური, ხშირად ჯოჯოხეთური, მე არ მომედირება ამ სიტყვის შრომა, ვინც ჩავატარეთ საგარეომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციამ, ჯანდაცვამ, პრემიერმა, საგარეომ, მთლიანად მთავრობამ, კოლექტიური ძალისხმევა გაწია და პარლამენტი გვედგა გვერდში და იღებდა ამ კანონებს, რასაც ვთავაზობდით, რომ რეფორმების აღიარება მოხდება. ეს არის ერთადერთი რეალისტური მოლოდინი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რიგი სამიძე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გვეტყვიან ის საშინაო დავალებები, რაც ჩვენ თქვენ მოგეცით, შეასრულეთ ტექნიკურ დონეზე ყველაფერი შესრულებულია და ვიფიქრებთ იმაზე უკვე რომ გადავიდეთ პოლიტიკურ ფაზაზე, ანუ დავიწყოთ მსჯელობა, როდის გავხსნათ საზღვრები. რიგი სამიძე საზღვრები არ იხსნება, ნურავის გვექნება ამის მოლოდინი, მაგრამ ძალიან რეალისტური მოლოდინი, რომლისთვისაც ჩემი თხოვნა იქნება, მეც თქვენც პარლამენტმა, ბიზნესმა უნდა ვიმუშაოთ არა კაკაფონიით ქვეყანაში, არამედ ჰარმონიით, რომ რიგი სამიტამდე ის კრიტიკული კვირები რაც დარჩა, ყველას გქონდეს ერთი და იგივე სულისკვეთება, მისწრაფება, რომ ის მტკივნეული რეფორმები რაც გატარდა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესისთვის, ევროპული მომავლისთვის და არა სხვა რაიმე ტიპის მომავლისთვის გაკეთდა, დიახ ჩვენ გავიღეთ ყველამ დიდი მსხვერპლი, მათ შორის ბიზნესმა, მათ შორის მე, მათ შორის ჩემმა თანამშრომლებმა, მათ შორის თქვენ, მათ შორის ყველა მინისტრმა და ამის აღიარება, რომ ტექნიკურად ჩვენ დავალებები შევასრულეთ, უნდა მოხდეს რიგი სამიძე. ამის მერე ჩვენ უკვე გვექნება სხვა ფაზა მუშაობის, ინდივიდუალურად სახელმწიფოებთან მუშაობა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს თითოეული ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა და გაუხსნას ჩვენ მოქალაქეებს საზღვარი. გაღებაზე საუბრობდით, თუმცა რეკლამის წინ დავანონსეთ, უნდა უპასუხოთ ბიზნესს, რომელსაც რჩება შთაბეჭდილება, რომ მგონი არ უნდა დამსხვერპლის გაღება, რადგან ამბობენ, რომ ბევრი პრობლემები შექმნა სავიზო პოლიტიკის მოწესრიგებამ და ამ მიმართულებით კეთდება განცხადები. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სულ თითზე ჩამოსათვლელი ბიზნეს სამყაროს წარმომადგენელი, ხან მემადანაშაულებდა, ხან თავრობას იმაში, რომ მეტისმეტად ხისტები ვართ, მეტისმეტად მკაცრები ვართ, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ბიზნესმენს, ქართველს თუ უცხოელს საქართველოში არ სურდა ამ მსხვერპლის გაღება. უბრალოდ მათ, რა თქმა უნდა, როცა არის დერეგულირებული, ანუ ლიბერალური სფერო უჭირთ რეგულაციებთან შეგუება, იმიტომ რომ ბიზნესს რაც უფრო ლიბერალური სფერო აქვს, მე რომ ვიყო, იგივეს ვიფიქრებ, კარგია, მაგრამ ასეა ევროპული სტანდარტი არის რეგულაციების შესახებ. მე გულწრფელად გითხრათ, მგონია რომ ჩვენ იმხელა ძალისხმევა გავწიეთ, რომ ამ ძალისხმევას წინამთავრობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში არ და ვერ გაწევდა, იმიტომ რომ ისინი უფრო ასე ვთქვათ, დერეგულაციების მომხრე იყვნენ ყველა სფეროში, ყიდნენ ყველაფერს გახსოვთ, მათ შორის მიწასაც, არ უნდათ შრომის ინსპექცია და ასე შემდეგ, ამიტომ მე მგონი ისინი ამ რიგი სამიძე ოპტიმისტურად შემადგენლებს, რომ სხვა მსჯელო არ იყო წინა ხელისუფლებიდან, ვერ იქნებოდა. დღეს ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა უნდა გქონდეს სწორი მოლოდინი, რეალისტური მოლოდინი არის აღიარება, რომ დავალებები და რეფორმები შესრულდა. თუმცა გარდა იმ დისკომფორტისა, რომელიც პრინციპში თქვენ უშვებთ, რომ შესაძლოა ჰქონოდა იგივე ბიზნესი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩაიდო ქვეყნის საერთო მომავლის საქმეში. თქვენი პასუხია, რომ ღირდა ვთქვათ იმად, რომ საშინაო დავალება ჩაითვალოს მომავლის შესრულებულად. მე ვარ ღრმად დარწმუნებული ევროპელი, მე გავიზარდე საფრანგეთში და ვემსახურები მთავრობას და დავბრუნდი ჩემი მუდმივი სამსახურიდან სტრასბურგის სასამართლოდან იმისთვის, რომ ეს გზა გამევლო. და მიმეყვანა ის საქმე, რომლის ერთი კომპონენტი მე მაბარია, ევროპულ გზამდე და წარმატებამდე. იმ მთავრობას ვემსახურები, რომლის არჩევანიც ევროპული არის ურყევი. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა მჯერა, რომ იმ მსხვერპლი, რაც ყველამ ერთად გავიღეთ, მათ შორის ჩემთვის ჩვენ გვაკრიტიკებს, მაგრამ პატივსაცემა უცხოელმა ბიზნესმენმა ყველამ ერთად გავიღეთ ეს მსხვერპლი იმ ქვეყნისთვის, სადაც ცხოვრობთ, რომელიც გვიყვარს და რომელიც ჩვენი სამშობლოა. ეს მსხვერპლი იყო არჩევანი.
ყველა ქვეყანა აკეთებს რაღაცა არჩევანს. ჩვენი არჩევანი არის ევროპული. ევროკავშირის მომავალი და ეს უკვე პოლიტიკური განცხადება ჩემი მხრიდან წამს რო არის ნათელი მხოლოდ საქართველოსთან ერთად, რაც არ უნდა ამბიციურად შევდეს ეს, ევროკავშირის მომავალი არის ნათელი მხოლოდ საქართველოსთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი რეგიონი, ჩვენი სამყაროსი და მსოფლიოსი და მისი მომავალი ძნელი იქნება ნათელი იყოს საქართველოს გარეშე და ჩვენი არჩევანი, ევროპული არჩევანი არის ურყევი. და ეგ საკითხი რომ მოვწუოთ, ბიზნესის და ტურიზმი რომ არ დაზარალებული იყო, ან დაზარალდა თუ არა, შესაძლებელი იყო სხვა გზა და სხვა მიმართულებით თუნდაც წავსულიყავით, რომ სავიზო პოლიტიკა მოწესრიგებულიყო. ამ კითხვას ბიზნესმენების ნაწილი სვამს. მე ვისაც ვუსმენ, ვერ დავასახელებ, არიან ბიზნესმენები, კომპანიები, დიდი კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელებსაც მე ვაკვირდები და ვუსმენ შეფასებებს და ჩემთვის ასე ვთქვათ სახელმძღვანელოსავით არის. არც ერთი მათგანისგან არ მომისმენია ჩემი გადასახედიდან ის უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ეკონომიკა ჩამოიშალა, იმიტომ რომ 1 სექტემბრიდან რამდენიმე ათეული ათასის ტურისტი ვეღარ შემოვიდა უვიზოდ. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. ეკონომიკა არ ჩამოიშალა და ვერ ჩამოიშლებოდა, იმიტომ რომ 42,000 ტურისტი უვიზოდ ვეღარ შემოვიდა. ეს არ არის სწორი განცხადება. აქედან გამომდინარე, დიახ, ჩვენ როდესაც ახალი საემიგრაციო პოლიტიკა შევიმუშავეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომელიც აკონტროლებს საზღვრებს, რა თქმა უნდა გავზომეთ რაიდო ერთ მხარეს და რაიდო მეორე მხარეს. ერთ მხარეს იდო ქვეყნის ევროპული გზა, ევროპული მომავალი. იმათთვის ჩვენი მომავალი თაობებისთვის. არ მომირედება ვიტყვი იმათთვის, ვისაც შვილები ყავს. დიახ, მე ამისთვის ვიშრომე. მეორე მხარეს იდო 42,000 ტურისტი, რომელსაც გაუჩნდა დისკომფორტი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს იყო ის, რაც ჩვენ რომ ავწევნეთ, გავაკეთეთ არჩევანი ევროპული გზისკენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ როდესაც ეს რეჟიმი სავიზო შემოვიღეთ, რომელიც შენგენის სივრცეში შეთავსებადია, რომ შემდეგ ჩვენ უკვე ინდივიდუალურ სახელმწიფოებთან არ გავხსნით გარკვეულ გზებს. ეს ამას არ ნიშნავს. მე ბევრჯერ ვთქვი, მათ შორის ერთ-ერთ ეთერში, რომელმაც ასე სხვადასხვაობა გამოიწვია. მე გახლით ერთი კვირის წინ დუბაიში, იქ შევხვდი მიგრაციის ხელმძღვანელს. დუბაი არის ქვეყანა, სადაც 80% მოსახლეობის არის უცხოელი. 20%-ია მხოლოდ იქაური. ამ 80% მოქალაქეებს ჩვენ მიმსჯელეთ, შევიმუშავეთ ერთობლივი ხედვა მიგრაციის სამსახურის უფროსთან. მე ვიყავი ჩემი სტატუსით ჩასული როგორც სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი მიგრაციის და შევთანხმდით იმაზე, რომ ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ 80%-ს ჩვენ გავუადვილოთ საქართველოში ტურიზმის მიზნით ჩამოსვლა, ოღონდ ისე, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ევროპული მომავალი. აქედან გამომდინარე, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ არაფერი არ ხდება ისეთი, რაც აზიანებს ეკონომიკას ისე, რომ ეკონომიკა იშლება, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. დავრჩეთ ყველანი აქეთ-იქით ბარიერის, ვინც ვართ, ევროპული გზის ერთგული და მივიდეთ რიგამდე რეალისტური მოლოდინებით, რომელიც არის რეფორმების აღიარება. კარგი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებაც უნდა გკითხოთ, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. ამ კოდექსის ამოქმედებით რა იცვლება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის? ძალიან ბევრი რამ იცვლება. ჩვენ პირველად გვექნება ესეთი კოდექსი. ამ კოდექსის შემუშავება დაიწყო 2013 წლის გაზაფხულზე, როდესაც UNICEF-ი და ევროკავშირი ჩაერთო ამ პროექტში ჩვენთან ერთად. ეს არის იუსტიციის სამინისტროსა და შემდეგ უკვე სხვა სასჯელ ახსულების შინაგან საქმეთა პროკურატურის ერთობლივი შედეგი, რომელსაც იუსტიცია უძღვებოდა. კერძოდ რაც ეხება საქმეს. საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული ბავშვთა მოსამართლე. საქართველოს ეყოლება არასრულწლოვნებისთვის სპეციალიზებული პოლიციელი, პროკურორი, სოცმუშაკი, ადვოკატი. იურიდიული დახმარების ბიუროში კოდექსი ამბობს, რომ შეიქმნება მუდმივ მოქმედი ჯგუფი არასრულწლოვანთა საქმებზე სპეციალიზებული ადვოკატებისა, რატომ? ბავშვი არის სათუთი
პიროვნება, რომელსაც სჭირდება განსხვავებული მოქცევა სპეციალიზებული მუშაკისგან იმისთვის, რომ მისი მომავალი თუ კი ფეხი წაუწდა, თუ კი შეცდომა ჩაიდინა, არ იყოს სამუდამოდ განწირული. ამ კოდექსს ქვია მივცეთ შანსი ბავშვებს იმისთვის, რომ დადგნენ სწორ გზაზე. ეს კოდექსი რომ არსებულიყო წინა ხელისუფლების პირობებში, ჩვენ არ გვეყოლებოდნენ ზერეკიძეები, ჩვენ არ გვეყოლებოდნენ გვანცაყუფარაძეები და არ გვეყოლებოდნენ ბავშვები, რომლებმაც მოიპარეს მურაბა და წლობით ჩასვეს ციხეში და გააუბედურეს. ჩვენ ეს ბავშვები არ გვეყოლებოდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან მოკლედ იმ ინოვაციებს, რევოლუციურს რაც შემოდის, შინაპატიმრობა შემოგვაქვს სასჯელის სახით, რაც დიდების შემთხვევაში არ არის და იქნება ეგრეთ წოდებული სამაჯურების სისტემა ბავშვებისთვის. იქნება ასევე სისტემა, რომლის თანახმადაც 9 თვე კი არ იქნება ბრალდებულად ბავშვი, არამედ 6 თვე. დიდებში ეს არის 9 თვე. წინა სასამართლოს ხდომამდე თქვენ იცით, სრულწლოვანი იცდის 60 დღე და ბავშვი დაიცდის მხოლოდ 40 დღე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარი პატიმრობა თუ პატიმრობა სასჯელის სახით იქნება უკიდურესი გამოსავალი. ეს პირდაპირ წერია კოდექსში. მოსამართლეს და პროკურორს ექნება თვალდებულება პირველ რიგში სხვა ალტერნატიული მეთოდები განიხილონ და თუ კი მართლა ციხეზე მიდგა საქმე, ციხე კი არ იქნება, ეს იქნება რეაბილიტაციის სასჯელახსოვრების დაწესებულება, სადაც ჩემი კოლეგა მოუვლის ბავშვებს იმისთვის, რომ ისინი რეაბილიტირებულნი გამოვიდნენ. და ბოლოს ბავშვი, როდესაც მოიხდის სასჯელს, არასრულწლოვანი 18 წლამდე, მის მოხდისთანავე სასჯელი ჩაიცვლება გაქარწყლებულად, გარდა იმ შემთხვევისა და ეს მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ მეორედ ჩაიდენენ დანაშაულს. თუ ჩაიდენენ დანაშაულს მეორედ, ის ნასამართლობა გაცოცხლდება და უკვე მკაცრად იქნებიან ისინი მეორე საქმეზე დასჯილი. ბოლოს სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა, პროკურატურის რეფორმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მიმდინარე წელს ეს არის თქვენი სიტყვები. გასული ყოფილი მთავრობის პირობებში საუბრობდნენ, რომ სასამართლო და იგივე პროკურატურა იყო პოლიტიზებული. დღეს კეთდება განცხადებები, რომ პროკურატურა არის სუსტი. რატომ დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ რეფორმა? ამის გამო, რომ შესაძლოა მართლა სუსტი იყოს პროკურატურა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, პირველად ვამბობ ამას. ჩემი ნება რომ ყოფილიყო პროკურატურის რეფორმას, როგორც განხორციელდა ის 2013 წლის მაისში, ასე არ ჩავატარებდი, მაგრამ ჩემი ნება მაშინ არ იყო. ერთადერთი იმ რეფორმაში, რომელიც კვილაშვილმა ბატონ ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად ჩაატარა, ეს უნდა ითქვას ღიად, იმ რეფორმას, 13 წლის მაისის რეფორმას ჰქონდა ერთადერთი მუხლი, რომელსაც მე ვეთანხმებოდი, ეს იყო ის, რომ იუსტიციის მინისტრი აღარ იყო პროკურორი. დანარჩენი იმ რეფორმას დადებითი დიდი არაფერი არ ჰქონდა, იმიტომ რომ იყო ასე ვთქვათ დროებითი ღონისძიება, რამაც ვერ გაამართლა. დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, რომ პროკურატურის იმ ხელმძღვანელობასთან, რომელიც კი ბატონო, შეიძლება მანამდე პროკურატურაზე იყო ძალიან ბევრი კითხვა, დღესაც არის, მაგრამ დღეს მე პროკურატურას ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვეღარ დავარქმევ სუსტს. პროკურატურას, რომელმაც რამდენიმე დღეში, იმიტომ რომ მას მიეცა ყველა საშუალება, რაც სამართალდამცავ ორგანოს უნდა ჰქონდეს, დადო შედეგები იურა ვაზაგაშვილის საქმეზე. პროკურატურას, რომელიც რამდენიმე დღეა დღე-დაღამე მუშაობს, მე კიდევ ერთხელ საჯაროდ ვუსამძიმრებ ბესო ხარძიანის ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს დღე-დაღამე და როგორც დღეს ირაკლი შოთაძემ საჯაროდ თქვა, არიან მოწმეები, არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები და ეს არის მართლა პროფესიონალური შრომა. არის თუ არა ხარვეზები? ხარვეზები არის იმიტომ, რომ ათასობით საჩივარი არის განსახილველი. ადრე ჩემი შემოთავაზება იყო, შექმნილიყო ხარვეზთა დამდგენი მართლმსაჯულების ხარვეზების კომისია. ჩემ და სამწუხაროდ მე სუბიექტური ვარ, მაგრამ ვამბობ ღიად, ეს კომისია ვერ შეიქმნა ახლა სპეციალური დეპარტამენტი. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ჩვენ ეს საჩივრები გვაქვს განსახილველი. ჩვენ ეს ამ საჩივრების განხილვაში ყველამ ხელი უნდა შეუწყოთ პროკურატურას, რომელსაც ძალიან დიდი ტვირთი აწევს კისერზე. რაც შეეხება რეფორმას, რეფორმა არც თუ ახლა უნდა დაიწყოს, დაიწყო უკვე. რა თქმა უნდა, დეკემბერში, რაც რამდენიმე თვეა უკვე გასული, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოდელზე უკვე კონკრეტული ხედვა.
მე არ მინდა რომ რამდენიმე მოდელი შევთავაზოთ საზოგადოებას, რომ აზრთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, მაგრამ აღრევა არ მოხდეს ცნებების. ერთ ან ორ მოდელს შევთავაზებთ უკვე გაფართოებულ საბჭოს, რომელზეც საჯარო დისკუსია გაიმართება, თქვენ იქნებით ამაში ჩართული საზოგადოებასთან ერთად და ჩვენ წელს უკვე შევძლებთ ინსტიტუციურ კანონის დონეზე რეფორმას. დანარჩენი უკვე მთავარმა პროკურორმა ბატონმა გიორგიმ საკადრო პოლიტიკა დასახვეწია უნდა დახვეწოს. მეტი ფინანსები სჭირდება, უნდა მოითხოვოს, რომ ეს დაიგეგმოს მომავალი წლისთვის, უნდა განიხილოს საჩივრები, განიხილოს ჩვენი ვალია, ჩემი ვალია საკანონმდებლო დონეზე ხელი შეუწყო პროკურატურას იმისთვის, რომ ის ჩამოყალიბდეს სამართლიანობის დაცვის ინსტრუმენტად და ორგანოდ. დიდი მადლობა. მადლობა, გისურვებთ წარმატებას, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრ საკითხს შევეხეთ და მივიღეთ ამოწურავი ინფორმაცია. დიდი მადლობა. თეატრი ლუკიანი იუსტიციის